შევედით კარფურში შემოკარგებოდა. აი ესეთი ხუდებია. რამდენად? 22 და 90. მამაკაცისო, მაგრამ რაღაც მამაკაცის ფერები არ არის. არც ეს არის ხომ? ჩემნაირია ზუსტად, მე რომ ხო. კაი, შენს რაღაცებს რო იყიდე? შენს? რა არის აბა პორტოხალი? ძალიან ბილია. ძალიან ბილებია. გაშლი მოგწონს ირაკლი რომელიმე? ამას კი არა უშავ. კარგურია წერია მიდენას პატარა. ტელეშკას. აი ხა ცოტა ხილია ვიღოთ. რამე ვაშლი მაინც. ამას არა უშავს აი. ამას ავიღებ ცოტას. აბა ნაცივრებში რა ხდება? თან ისეთი უნდა მოვიღოთ რომ მე კოდიც იკითხებოდეს. თორე როგორც ყოველთვის სიტყვიან კოდი არ იკითხებაო. Akide bawშვებო გაიწიეთ ცოტა. კიდე ხოთამინდა ქათმის ფულო. ორი ძვირი არა და ვითომ მიაფიაო. ველცი გვინდა. ველცი. მოიცადენ? აი დაბლა რო არის, დაბლა დიდი შეგაიგე. აი დაბლა. ორივე ხელით მოკიდე კარგად. ამავიწყდა თევზი და სანამ ძალიან შორს არ გავედი. სოლიდეს. აწონა უნდა თუ არა ეგეც არ ქრიალებია. ამიწონე სამჯერად და მივდივარ იქიდან იმედია არ დამკარგავენ. აქ ხართ. ვიპოვე თევზი და ვიპოვე თევზის ამწონველი. სკოჩი აუღი ამას. ვანადგურებ სკოჩებს სახში. კი, გიყიდე. აქ ძალიან ძვირია მე მგონი რაგვი. 7 ლარამდე. ორი და რაღაცა ეს, ვარი და რაღაცა. ეს აი ორი რომელიც ეს არის. მირე სკოჩი უნდა გიყო დედა. Это двухсторонний. არ ვიცი დედა არ ამგონია. Скорее всего, это. აჰა. აი ამას აგერე. Это двухсторонний. ამას ორი ფრიუნდა. ორი მხარეს აწევი. რა წერია? აი ვიცი, წერია. აბა ლენტი არაფერი უბრალოდ ორმაგი კი ეგა. აბა ორმა ეხლა ვარ გეთქვარც. ო ეგა. ბოდი კაი ჩაიდმში. მიკამი შენ რა გინდა დედიკო? Думаю. აბა რამე რა? და წებო. თუ არა, როგორც გინდა. კაი ჩაიდე წებო, მეტი არაფერი. აი ეს მინდა. მოდი. და შენ მოდი აბა მათემატიკის რეული გვინდა ერთი. ვანა ჯერ ადგილი მაქვს.
ჯერ რო გაქვს მეც ვიცი, მაგრამ დამთავრდება მალე. აჰა, ერთი ესეთი ჩაიდე. და ერთი ცალი ჩაიდე, რომელი მიიღონ კლეტეჩკუ. კრეპაჩკუ. აიყოს ეს და მამა რა ხანა. ერთი ქართული სვეული გინდა პატარა. და ერთი ქართული სვეული პატარა. მუსტადონიშკო. იპოვე რაც გინდოდა. აბასადა. მიყიდა. კაი, აქ ეგეთები არ არის, სხვა იმაში გიყიდი მარიამში. აქ ხო არ არის, არა, არც ეგ არ არის, ეგეთი არც ეგ. კაი, ხო მაღაზიაში ვნახოთ. შენ რა გინდა დედიკო? პლასტერი. ეს რა არის? პლასტერი. პლასტელინი აღონ სხვანაირი. დავახალიერებ. ბავშვებმა აიღეს თავისთვის გასაფერადებლები. აბა კიდე რა აიღეს ბავშვებმა? ვეული. და ორმაგის სკოჩი და მოკლედ რაღაცები. წერება. აგერ ესენი უკვე ჩავალაგეთ ჯერჯერობით. ირაკლიმ რა აიღო? არ ვიცი, ალბათ არ ავიღებ დროანკ მანქანაში კიდე ესეთი ხო. თუ გაქრათ გინდა მართლა. და საყვარელი რაღაცეები, ესეთი ეთიკოს აი შესაჭმელად. მამი, ეს რა არის? ვანილის და რაღაცა ლამაზი გემო. არიონ ჟელე მართლიობა რა. მე კიდე სალფეტკი მინდა. სალფეტკი ყველაზე ჩვეულებრივი ავიღოთ. ყველაზე ჩვეულებრივი. კაი, იყოს ეს ცოტა მეტიეში. ლარი და 75. კიდე რა მინდა აქედან არაფერი. ირაკლი, კაი, მე მგონი всё, რა ვიცი რა. წამოდით, მილენა, წამოდით, თორე ესენი აქ ერთი საათი დებიან და 1000 არა, ვათვალიერებ და ამიღია. 1000 რამეს აიღებთ. და ცოტა ხანი კონდეს და მე მოგცემს ისე. მოჩხობო. აუ რა საყვარლობა. შელი არ მოკიდო თქვენ შენჯერმე. აბა იქნება აქ არის შენი ხუდები რამე ირაკლი. ირაკლის ხუდი უნდა, მაგრამ აქ საბავშვოა უფრო. იდეთი პატარებია. არა, ესენი უფრო პატარებია და საყვარლობა რაღაცები არის. იხსახოცები, ბალიშები, სხვათა შორის ბალიშები. რაღაც 14 და 90. სხვათა შორის გამოდი. ბავშვებო წამოდით. წერებას. რა არის ეგ? არა, წამოდით. აღარ გინდათ მეტი. აქ მე მგონი არაფერი აღარ გვინდა. ბავშვებო წამომყევით რა. ნახე როგორი აფია. აბა შევხედოთ ნესკაფეს რა ფასი აქვს თუ არა და ეს ავიღოთ პრინციპში რა მნიშვნელობა აქვს. დიდია და იაფია. მაგალითად დაკლება. ნესკაფეში უფრო მეტია დროანა. 190 გრამი ღირს 15 ლარი. წამობა დავიმახსოვროთ. კამილადე გამოიწიე დედიკო ხალხს ედები ფეხებში. ირაკლი ერთი წამი. აიღე ერთი. ერთი შენ. ყავა არ მინდა მაქვს. და როგორ ყრია ყველაფერი. ვისა ამის ნებისყოფა რო ეს აიღოს მე არ ვიცი. აქედან აარჩიოს რაღაცეები. ამის ნებისყოფა ვიმეს აქვს რომ აქედან რამე აირჩიოს. ან რატომ მოგინდება აქედან არჩიო არ ვიცი. ვიღაც ალბათ თუ მეორადებში მუშაობს შეიძლება მარტო მაგას მომდება. პარნის რა დოარეწია ფასი?
აფთი არ არის, არ ჩანს რაღაც. სამპუნები. შამპუნი რამე ის ხო არ ავიღოთ ისე. ცოტა იაფასიანი, იმიტომ რომ შენშიც არის ჯერ კიდე და ჩემშიც და ერთი რო ავიღოთ დიდი იაფასიანი. ბავშვები სად არიან? კინდერებზე წავიდნენ სადღაც. ილენა კამილა. შამპუნები იქით არის მე მგონი, აქ ისენია. გელები. სად არიან ახლა? ბავშვებო, აქეთ მოდით, ნახე სად არიან, ნახე. ნახე სად არიან. როგორ ხარია, კაი იყოს. ხო, კაი. კიდე გვინდა ვაფლი. ვაფლი მინდა და რამე ჩვეულებრივ, აი ეს როგორი გემრიელია. შენ ხო არ იცი. აი ეს ისეთი გემრიელია, რომ რავი. ადრე რო იყო თურქულები გახსოვს? ბავშვობაში. აი ზუსტად მაგის გემოა. და რამე ვაფლიც. როგორი ცოტაა შეკ. კაი, იყიდე და დავაკეთოთ. ოღონდ ბევრი შაქარი და ხო, უზავ შაქარს. ერთი. ნელა, დედიკო, სად მირბი ხარ ქალო? წინ იყურე. ნუსა. ძლივს მოვედით მაღაზიიდან და ეხლა რა თქმა უნდა სრული ქაოსია სახში. აი ეს ყველაფერი უკვე გამოვალაგე. კიდე ვალაგებ წვენებს ეხლა. რა თქმა უნდა წვენები ეს ერთ დღეში არ დაილევა. ეს არის როგორც მოგეხსენებათ ჩვენ ბევრჯერ უკვე ვთქვით მაგაზე რომ ეს არის ყველაფერი ძირითადი მარაგი რაც დაგჭირდება თვის განმავლობაში. ვიყიდე 2 ცალი ესეთი სკუმბრია შებოლილი. ძირითადი მარაგი კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ეს იმას არ ნიშნავს რომ მეტი არაფერი არ დაჭირდება 6-სულიან ოჯახს თვის განმავლობაში. რა თქმა უნდა მეტი გვინდა მით უმეტესად როცა ბავშვები არიან სახლში. ესეთი მაიმუნობა რაღაცა ხრაშუნები აიღეს ბავშვებმა თავისთვის. ავიღე ხორცებით. აი რაღაცა ისინი რა ქვია, მიწის თხილებიც. ეგეც სასარგებლოა. ეს უკვე გაჩვენეთ ხეკის ფილი არ არის და მთლიანი თევზი რო აღონ თავის გარეშე გავიღე. ნობათის ესეც ძალიან მიყვარს და შევწავ პიურესთან ერთად. ამ დღეებში ძალიან კარგი გამოდის ხოლმე. ავიღე კიდევ 1 ფილე ქათმის 1 კილო. ესეც ნობათია, არ მიმიქცევია ყურადღება. ესეთი კიდევ ავიღე აი ესეთი ქათმის 3 თეძო, ანუ 3 შეფუთვა ესეთი თეძო ავიღე. ამასაც შევწავ მე დუხოვკაში მაიონეზში და კეჩუპში ერთად შერეული ძალიან კარგია ხოლმე. ავიღე კიდევ ფარში, რა ვიცი, ირაკლის უნდა ხინკალი. ვნახოთ, იქნება ხინკალიც გავაკეთო როგორმე. თუ არ დამეზარება, მე მგონი არ დამეზარება. ავიღე კიდე ესეთი კაი ხორცი, საქონლის და ამისგან соуს გავაკეთებ. ჩემი ბავშვები რო ხორციან საჭმელს არ ჭამდნენ. 1-3 დღის წინ კამილამ გამაოცა სუპი გავაკეთე და შემეკითხა კიდეც. ხორცი არისო შიგო და არა მეთქი შენ ხო არ გიყვარს და რატო არ გავუკეთე ეხლა უკვე მიყვარსო? გავგიჟდი. ცოტა დაეთყო ჩვენს მაცივარს. რაღაცეები. ეხლა კიდე რა მაქვს? კამილა შარიკები.
კაკაო ვიყიდე რაღაცებისთვის. რაღაცას გამოვაცხობ. ხილი ავიღე ვაშლი მარტო. სტაფილო და ხახვი მეტი არაფერი. სულგუნი ავიღე, ნახევარი თავით ჩვეულებრივი და ნახევარი შებოლილი. შებოლილი 100 წელი აღარ მიჭამია. ეს წვენები ნატურალურიც. სოსისი ავიღე რძიანი ნიკორასი, ადრე ჩვეულებრივი იყო ხოლმე, ეხლა ცოტა მე მგონი სიმწარეს დაუმატეს. დედიკო შენი კვერცხები ჯერ ვერ ვიპოვე. ვიპოვე აუცილებლად და მოგცე, აბარას ვიზავ. ეს რა არის? მზეს მზირა ვიყიდე ჩემთვის. ბატონო. ვაჩვენე დედა. ვაჩვენე. სკოჩი იყიდა მილენამ თავისთვის და ხარობს. ესეთი ჟელე ვიყიდე რომ ბავშვებს ჟელის კამფეტებს გავუკეთებ მე თვითონ. ფორმებიც მაქვს საყვარელი. დედიკო, აბა მონახე თუ სადმე იპოვე შენი იყოს. და შენი კინტერი, კეჩუპი და ესეთი გორგოლაჭი კამფეტები. რა თქმა უნდა, ამ კამფეტებს ნახევარზე მეც შეუნახავ ეხლა ბავშვებს. ყველაფერი ერთ დღეში არ შეჭამონ. ნუ ყვირი ხართ კარგი? ხო. ის კამფეტები, ეს ბევრი კამფეტები. ერთი წუთი მაცადე დედიკო ამოვალაგო და მე ყველაფერს ეს მივხსნი, კაი? ჩავყაროთ იმ. კაი, მე თვითონ ჩაგიყრით, კარგი ყველაფერს მაცადეთ ოღონდ ცოტა ხანი. მილე დავით. ავიღეთ ესეთი კილკა, იპოვე შენი კვერცხი, ოჩა. აი ჩემი კვერცხი. და მანაც თავისია, იყო უკვე პიჟამოებში არიან მე ბავშვები, ასეთი გამოიცვალეს. კაი, წადით ახლა, აიღეთ რამე კოლოფი. მე სახეთ მაქვს. კაი. ავიღე ეს მანდოლინას შაშხი ნიკორასი, ძალიან გემრიელია, ჩვენ ძალიან გვიყვარს. დედიკო, რამეში ჩაყარე ეგრე არ დაჯდე. მილე. მუხლებზე ნუზი ხარ. კაი, ეს გუშონი ავიღე, ეს ალექსეევსკაია ძალიან გვიყვარს. რა გემრიელია, აწერია თითქოს და მალაკოს გუშონა, რომელსაც აწერია, ეგ არის ვითომ კარგი და ჩვენც მაგას ვხედულობთ ხოლმე. გვიყვარს ასევე ესეთი მე არ მიყვარს, ჩემს დედამთოს უყვარს ესეთი ბადრიჯნის ხიზილალა. დედიკო, იატაკზე ნუზი ხარ შეგცივდება, დე? ვიყიდე მარგარინი, გამოსაწყობად ესეთი ჩვეულებრივი. რა ვიცი, ყველაზე იაფიანი რაც იყო. ბავშვებმა იყიდეს ჩუდოს შოკოლადის იოგურტი. ჩარეგე დედიკო და ესენი თუ არ გჭირდება, ესენი ხო არ გინდა ეხლა? ის რა გემრიელი შოკოლადია. მართლა, ხო და მიხარია თუ მოგწონს. გაშინჯე. არ მინდა დედიკო, ეხლა სხვა რამე მინდა, უფრო მშია. აი ეს ნუსაუღე ესეც ბავშვებს. ნუტელა უკვე ძალიან ძვირი სიამოვნება გახდა შემოკარგებო და ნუტელას ძალიან იშვიათად ვყიდულობ. და ავუღე ორეო ბავშვებს. ეს აქციაში იყო და ავუღე ასე რომ აი პარკები გამინთავისუფლდა და ეხლა ერთმანეთში ჩავალაგებ ამებს და მე სარეცხ მანქანაში შეიყრება ეს ყველაფერი. ამაში რა ყადებს? კეჩუპი და კილკა მეგონი, ეს მესამეა თუ მეორეა ვეღარ გავიგე. ეს მეორე კილკა მეგონი. არ ვიცი რამდენი ავიღე, 2 თუ 3. ირაკლისაც უყვარს, მილენასაც უყვარს ეს კილკა. ვცდილობ რომ მაინც კონსერვები არ უყიდო ბავშვებს. მაგრამ მაინც ჭამენ. რაც ძალიან სასარგებლო არ არის, მაინც იმას ჭამენ. აქ რაღა მიდევს კიდე ვაფლი. ესეც ლენა ბებოს უყვარს. მაიონეზი ავიღე, ეს უფრო პიცისთვის. კიდე რა ავიღე? ხაჭო ავიღე 2 შეფუთვა და სირნიკებს გავაკეთებ ამ დღეებში. ძალიან მიყვარს სირნიკები, ძალიან. და გავაკეთებ ბავშვებს. სირნიკებს ძალიან უხდება. არაჟანი და არაჟანიც ავიღე. მაწონის უნდა სირნიკებს. მაწონიც
მაშინ კიდე რაღაცები მიდევს. ზეთი ავიღე რაღაც ჩემთვის ახალი ზაწეა, ეგეთი არ მიყიდი არასოდეს, მაგრამ აქციაში იყო და ფერიც ნორმალური აქვს, ამიტომ ავიღე. ჩემთვის სულ ერთიანე და ოღონდ დამატებითი რაღაცა გემორვა ხოლმე ეგეთი არ ქონდეს. კეფირიც ავიღე, დასალევად ხანდახან საჭიროა. ფენოვანი ცომი დამჭირდება პიცისთვის. ესეც მიდის საყინულეში. და საყინულეში უკვე ბევრი რაღაცა მიდევს ცოტა არეულად. მე მივხედავ და უფრო ლამაზად დავალაგებ, ახლა მაგდენი დრო არა მაქვს. სალფერი კი ავიღეთ ჩვეულებრივი. ამასაც მე ზემოთ დავდებ ჯობია. საექიმო ძეხვი ესეც პიცისთვის. ციციბურა. კიტკატი ბავშვებს შებოლილი სულგუნი 100 წელი აღარ გიჭამია ბატონოდე. რა არის? აი, სათამაშო უდევს შიგდანეთ არ არის. აქედან ხედავ რომ რაღაცა უაზრობა, მაიმე როგორი ციცქნა. რა ღირდა ეს შენი სათამაშო ახლა დაიჭირესე? დამავიწყდა. თითი მიადე დედი გვაქვს კამერას და აი. აბა ახლა გავხსნათ. შენ გონია მე გამომივა გახსნა? რაღაცნაირია. სად უნდა დავაჭირო, იმასაც ვერ ხვდები. სხვანაირია ეს, სხვანაირად იხსნება, მოიცა? აი შუაზე მე მგონი, სხვანაირად. აი, ზემოდან უნდა დააჭირო, ის ხო სხვანაირად იხსნებოდა. ხო, კიდე ეს კიდე სიგრძეზე იხსნება. იმიტომ რომ ეს ნამდვილი კინდერი არ არის და იმიტომ. ხო. დედა ამას თუ რომელიმე ბავშვი თავის ხელით გახსნის? გაიჭდები. არ ვიცი, რაღაც სასწაული მოუვა. დედა მერთო, აი არ ვიცი. აი ეს პაწაწუნა აი რამხელა უბრალოდ შეხედეთ აი რამხელა ერთი დიდი ხელა პაწაწუნა. მამა დაიკავე. დაიკავე. მოკლედ აი ამ შეხედეთ აი ამ არეულობაში ახლა ნახევარი უკვე შელაგებული მაცივარშიც. ამას ახლა მე უფრო ლამაზად შევალაგებ. ეს არეულობა ახლა უნდა მივალაგო, მე თვითონაც ცოტა დავისვენე, იმიტომ რომ მართლა დავიღალე უკვე და რა ვიცი. ეს იყო ჩვენი დღევანდელი დღე და კიდევ ერთხელ გიმეორებთ, რომ ეს არის ჩვენი ძირითადი თვის მარაგი და ნუ რა ვის ნუ გონია რომ ესე გავდივართ თუნდაც კვირაში ერთხელ, არა ბატონო, ეს ხდება მარტო თვეში ერთხელ. და დანარჩენია ეს სახელდახელოთ რომელიც საჭიროა ყოველ დღე პური და რძე, ნუ ყოველ დღე არა, მაგრამ დავუშვათ კვირაში 2-ჯერ 3-ჯერ. ეგენი ცალკე. ეს არის ძირითადი მარაგი, აი რაც გვჭირდება ხოლმე, ძირითადი რისგანაც კეთდება სადილი, აი ესეთი პროდუქტები, რომელიც აუცილებლად უნდა იდოს სახლში. აი ეს არის მხოლოდ ეს ძირითადი მარაგი და დღეს აი ეს ყველაფერი გამოგვივიდა 505 ლარი. მოკლედ აი ესეთი ამბები ჩემოკარგებო. უკვე დავიღალე ძალიან. როგორც ყოველთვის გვიყურეთ და გამოიწერეთ ჩვენი არხი და რა ვიცი, ყველას გისურვებთ ესეთ ბარაქას. მინდა რომ ყველა ოჯახში იყოს ბარაქა, იყოთ კარგად წარმატებულად და ბედნიერად. გვიყურეთ და გამოიწერეთ ჩვენი არხი, ძალიან მიყვარხართ ყველა და რა თქმა უნდა გვიყურეთ კიდევ და კიდევ. აი აქ კიდე ერთი ვიდეო იქნება, აუცილებლად დააწყაპეთ და გადადით კოცნით.